28 წლის მანძილზე შვიდ ქვეყანაში მიმდინარე ომი გავაშუქე. ზოგ ომში რამდენჯერმე მომიწია დაბრუნება, ზოგან თვეობით ყოფნა. ამ წლებში ძალიან ხშირად მსმენია განსაკუთრებით დამწყები ოპერატორებისგან და ჟურნალისტებისგან, რომ ცხელწერტილებში უნდათ მოხვედრა. და სულ ვფიქრობდი, რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს ომში წასვლა თავისინებით. მთავარი წესი, რომელიც უნდა გვახსოვდეს და რასაც ოპერატორები ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, არც ერთი კადრი არ ღირს ოპერატორის სიცოცხლით. ჟურნალისტებისთვის და ოპერატორებისთვის ნებისმიერი ომი არის ადამიანების გაჭირვების და უბედურების ასახვა. ჩვენი პროფესია გვავალდებულებს, რომ ზუსტად გადმოვცეთ ის, რაც ომის ველზე ხდება, რომელიც ძალიან ემოციური სანახავია. როდესაც ომს ვიღებ, მინდა რომ მაყურებელმა მთელ მსოფლიოში დაინახოს უბედურების რეალური სურათი. ამ დროს ემოციებს არ უნდა აყვე. სხვა შემთხვევაში ვერც გადაიღებ და შეიძლება ვერც გადარჩე. ყველაზე მძიმე მომენტშიც კი უნდა დაბლოკო ემოცია და პროფესიული მოვალეობა შეასრულო. ოპერატორები ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ცალ-თვალით ვუყურებთ ომს, რადგან კამერის ვიზირში ცალ-თვალით ვიყურებით და ხანდახან ეს გვეხმარება, რომ ემოციები დაბლოკოთ.